საქართველოში ამ დროისთვის 1,900,000-მდე ავტომობილია რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი დღით იტყემზარდია. ავტომობილებზე მაღალია მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე რეექსპორტზე. სწორედ ამიტომ ქვეყნის ავაჭრა ბრუნვაში მსუბუქ ავტომობილებს საკმაოდ დიდი წილი უკავია და ლიდერია ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლების მიმართულებით. რა კატეგორიის ავტომობილებზეა რეალურად მოთხოვნა ქართულ ბაზარზე და რა გამოწვევის წინაშე არიან ავტოიმპორტიორების სტუმართან საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ალექსი ნონიაიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემ სტუმრობისთვის. თავდაპირველად დავიწყოთ დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად აქტიური სეზონია და რამდენად აქტიურად არიან საქართველოს მოქალაქეები, კვლავაც დაინტერესებულები ავტომობილების შემოყვანით და შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ის გამოწვევები, რომელიც არსებობდა ამ ბაზარზე ჭარბი რაოდენობით და მე რეალურად იმისი გაყიდვა პრაქტიკულად ძალიან გართულებული იყო, დღეს ეს ტენდენცია შეცვლილია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მესალმები ჩვენ მაყურებელს. თუ სახსტატის მონაცემებით ვიმსჯელებთ, საკმაოდ აქტიურია, გაიზარდა მიმდინარე წლის წელი რო შევადაროთ წინა წლის იგივე პერიოდთან გაიზარდა როგორც იმპორტი, ისევე ექსპორტი, როგორც გაიზარდა თანხმობრივ გამოხატულებაში, ასევე გაიზარდა რაოდენობრივადაც. მაგრამ ეს ციფრებია, მშრალი ციფრებია, ამის იქით ძალიან ბევრი პრობლემა დგას და ეს პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია იმით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ადგილობრივ ქართველ დილერებს საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ. დღეს ბაზრის გარკვეული სოლიდური, ასე ვთქვათ, სეგმენტი დაიკავეს მათ და რო დავაკვირდეთ იგივე ბაზრობებს, რო შევიდეთ, საკმაოდ აქტიური დღეები როცა არის, ვაჭრობის დღეები როცა არის, კიდევ ძალიან ცოტა, მაშინ როდესაც გადაფორმების ცენტრებში, იგივე მომსახურების ცენტრებში და ფოთის და ბათუმის ტერმინალებში საკმაოდ ბევრ კირგიზ და ყაზახ დილერებს დავენახავთ. ანუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე? ავტომობილები შემოდის, მასზე მოთხოვნა არის, მაგრამ ამით რეალურად სარგებელი არ აქვს ქართულ ავტოიმპორტიორებს? სწორედ გავიგე? მართალი ბრძანდებით, სწორი შენიშვნა. თუ ადრე ვიყავით, ასე ვთქვათ, ტრანსფერული პუნქტი ავტოიმპორტისათვის, ახლა ვართ ტრანზიტული პუნქტი. ანუ შემოდიოდა, კეთდებოდა ეს ავტომობილები და შემდგომ გადიოდა, ხო? ახლა ამ ლოგისტიკური ჯაჭვიდან ამოვარდა ქართველი დილერი, თავიდან ბოლომდე არა, თითქმის დიდი ნაწილი. ეს ხომ არ არის დაუშვათ თვითონ ქართველი ავტოიმპორტიორების პრობლემა, ანუ ბრალი და რეალურად თუ მე პირობითად მოქალაქეს ამ შემთხვევაში არ აქვს საქართველოს მოქალაქე იქნება თუ უცხოელი ყიდულ ავტომობილს და რეალურად რაღაც ჯაჭვიდან რომელიღაც რგოლის ამოგდება, მე მიაფთება ამა თუ იმ პროდუქტის შეძენა, ბუნებრივია რომ შესაძლებლობაზე უარს არ ვიტყვი. ამ შემთხვევაში როგორც მყიდველი ასე ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვხვდები, რომ ეს არის ბიზნესი თქვენთვის და შესაბამისად ამ კუთხით თქვენ საკმაოდ სერიოზულ პრობლემას აწყდებით, მაგრამ გამოსავალი რა უნდა იყოს, ან ყიდველი ყიდულობს იაფად და ამ დროს ბუნებრივია რომ შესაძლოა მან უარი თქვას კიდე ერთი რგოლის დამატებაზე, რამაც გარკვეულწილად შეიძლება რომ მისი შენაძენი გააძვიროს. ანუ როგორ უნდა იყოს ეს ბალანსი სწორად ნაპოვნი, რომ ბიზნესის როგორც ასეთმა იფუნქციონირდეს და პარალელურად ყიდველისთვისაც არ იყოს ეს ძვირი პროდუქტი. მადლობთ კითხვისთვის, იმიტომ რომ კომპლექსური კითხვა მთლიანად, ასე ვთქვათ, მოიცავს ჩვენ პრობლემას, რაზეც ვსაუბრობთ. დავწყოთ იქიდან, რომ ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში, ხო, როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო, მაგ პირობებში გაჩნდა ეგრეთ წოდებული შუამავლები. კი ბატონო. და ამ შუამავლებმა ნენელა ფიზიკურად ჩაანაცვლეს ქართველი დილერები ჩაანაცვლეს. აქ არ არის საუბარი ფასთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ იქ დანიშნულების პუნქტში ჩასული, ანუ ყაზახეთში ან ყირგიზეთში ჩასული ავტომობილი ამით არ გაიაფრდა. უბრალოდ გარკვეული ის სეგმენტი, რომელიც იყო დილერის და ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში დილერს ეკავა, გარკვეულწილად კომპანიებმა და გარკვეულწილად ყაზახმა დილერებმა, ასე ვთქვათ, აითვისეს და რაღაც აი თამაშგარი მდგომარეობაში მათთვის კონკურენციის გაწევა. კონკურენციის გაწევა იმიტომ ვერ შევძელით, რომ ელემენტარულად ფაქტიურად იგივე 2020 წლიდან როცა ეს დაიწყო, ხო,
პრობლემების და გამოწვევების წინაშე ვიდექით 2023 წელს ეს აღდგა ეს ბაზარი, ხვდებით? და აქ უკვე გაჩნდა როგორ კომპანიასთან მივიდა ქართველი დილერი და შეიძინა ავტომობილი იმისთვის, რომ გაეყიდა შემდეგ ყაზახ დილერზე და იგივე ის ყაზახი დილერი, რომელსაც უნდა ამ ქართველისაგან ეყიდა, ისიც მივიდა კომპანიასთან უშუალოდ და იმანაც შეიძინა. ფაქტიურად აი ამან გამოიწვია მოთხოვნის ზრდა, იმპორტის ზრდა, გაიყიდა იმდენი, რამდენიც იყიდებოდა ისტორიული მაქსიმუმი ვერაფრით ვერ მოხსენით, მიუხედავად ამისა და ფაქტურად დავინახეთ, რომ 110.000 ერთეულ ავტომობილს ვერ ავწდებით და ისევ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვღებულობთ იმას, რომ ეს მეტობი დარჩა, ვერ გაყიდა ქართველმა დილერმა და გაიტანა უცხოელმა დილერმა. პლუს მაგას ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ისინი ახერხებენ უცხო ქვეყანაში არიან და შეთანხმებას ახერხებენ. ჩვენთან თავისუფალია ბაზარი შემოდის ნებისმიერი მოქალაქე, თქვენ შეგიძლიათ გარკვეულწილად შემოხვიდეთ პირობითად ამ ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პროფესია ჟურნალისტიკაა, თქვენ შეგიძლიათ შემოხვიდეთ ნებისმიერი პროფესიის, შემოდის და თავისუფლად ანუ რაღაც გარკვეულ თანხას აბანდებს, ჩამოყავს მანქანა, მაგრამ როდესაც უკვე მიდის ჭარბი მიწოდება და პრობლემა ასეთი დილერი ბჭყალებში დილერი, იმიტომ რომ არაპროფესიონალია, ის ფას ვერ ინარჩუნებს და შეთანხმებაც ქართული მხრიდან ასე ბჭყალებში დავარქვათ, ქართული მხრიდან ვერ დგება. მაშინ, როდესაც უცხოელების მხრიდან ეს შეთანხმება არის. და შეიძლება ითქვას, რომ დემპინგური ფასით იყიდება. პირობითად მყიდველი მაინც იმ დილერს, თან როდესაც იცის, რომ ის არც უკეთეს ფასს არ თავაზობს, არც პროფესიონალიზმი და არ გამოირჩევა, ანუ რეალურ არჩევას არ თავაზობს, ასე შემთხვევაში რატომ მიდის მაინც მასთან? ანუ პრობლემა რა ყიდულობს ყაზახისაგან. საქართველოს შეიძლება იყიდოს ყაზახისაგან და ყაზახი არ ყიდულობს ქართველისაგან. საქართველოს მოქალაქისგან არ ყიდულობს? საქართველოს მოქალაქისაგან. საკმაოდ დიდი რაოდენობით იქნება. ახლა უყურეთ კი ბატონო, საქართველოს მოქალაქე ბუნებრივია ყიდულობს ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქისაგან. თუ ეს სეგმენტი ჩიდა ბაზარიც, ასე თქვათ, ყაზახებმა და ყირგიზებმა არ წაიღეს, რისკიც არსებობს და რისი წინაპირობაც არსებობს. მაგრამ აქ წავიდეთ მეორე, თქვენ ახსენეთ, რომ გაიზარდა პირველადი რეგისტრაცია. რატომ გაიზარდა რა ისა რა ქვია მოსახლეობის მყიდველობით უნარიანობა საქართველოში? ეჭვმეპარება. ელემენტარულად იმიტომ გაიზარდა, რომ 2023 წელს ავტომობილივე შემოვიდა ჭარბი რაოდენობით 60.000 ერთეული და ის ქართველმა დილერმა ვერ გაყიდა, მას ამ 1 წლის განმავლობაში ტერმინალზე ეყენა და ასე შემდეგ წელიწადი 2 წლის და მან განაბაჟა, არა უყურეთ, სხვა რამეს ვამბობ, დაუკვირდით, მან განაბაჟა და ამიტომ გახდა პირველადი რეგისტრაცია, ამიტომ გაიზარდა. მანქანა დაიტოვა, მან იზარალა. ამის საჩვენებს, რომ ის მანქანა, რომელიც დაიტოვა საკუთრებაში, ხوار დაიტოვებდა 100 საკუთრებაში დაიტოვა, იმიტომ რომ ვერ ყიდის. რეალურად მაინც მოუწევდა ვიღაც არაქართველზე თუ ნებისმიერი ეროვნების დილერზე მისი გაყიდვა. ანუ როდესაც კერძო საკუთრებაში ავტოდილერები ხوار დაიტოვებთ პირობითად ერთი მანქანის მაგივრად 100 არა, უყურეთ ხო და საკითხი მდგომარეობს, რომ ვერ ყიდი, ხო ვერ გადააგდებ. და კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს 60.000 ერთეული, აი ისევ სტატისტიკა მოვიშველიოთ და დავიხმაროთ ციფრები, ხო? ანუ 60.000 ქართველმა დილერებმა რომ განბაჟებას კიდე თავის საფასური აქვს, ხო? ეს გადასახდელი ანუ პირობითად ეს ჭარბი ავტომობილები ვერ გაიყიდა და რეალურად დარჩა საქართველოში თან განბაჟების ფულიც გადავიხადეთ. კი, ბუნებრივია, ძალიან ბევრმა ავტოიმპორტიორმა იზარალა და ის ფული, რომელიც მოგების სახით უნდა ენახა, განივთებულ ავტომობილში დარჩა ის ფული და ვერ ამოიღო, ვერ გაყიდა, რომელიც ექსპორტზე უნდა გაეყვანა, ის ფაქტიურად ქვეყანაში დარჩა. მარტივად კიდე ერთხელ ვამბობ, დავიწყე და აზრი ვერ დავასრულე, ციფრები მოვიშველიოთ, ხო, ციფრები გვეუბნება, რომ ის 60.000 ერთეული ვერ ამოვყიდეთ ჯერ კიდე პრობლემაა და ისევ საქართველოშია. ბუნებრივია, როდესაც სამი თვე გადის, ან შეკავს ტერმინალზე და საფასურს იხდი გადასახადაც ტერმინალის და ეს გროვდება და მე იძულებულია ეს ადამიანი რომ რაღაც იმედი რო ეწურება მე წავიდეს და განაბაჟოს და ან მე განბაჟებული როგორღაც თუ გაყიდა ესაც ისიც ზარალით თუ გაყიდა თვითგირებულებაში უფრო ნაკლებ ფასად ხო გაყიდა გადაწყვეტილება მიიღო თუ არა და სახში მიიყვანა და სახში გააჩერა აბა რა ეკნა ხო არ გადააგდებდა იმ მანქანას
კი ბატონო, ასეთ სიტუაციაში გამოსავალი სად არის? რა თქვენთან ახსენეთ, რომ საქართველოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ხო? შესაბამისად, როგორ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომ პარალელურად არც შემოტანილი ავტომობილი გაძვირდეს და არც არ იზარალოთ ქართულმა დილერებმა, თან ამ რეალობაში ვერც იმ ყაზახ დილერს საქმიანობას ვერ აუკრძალავთ, ხო? ანუ როგორ საქმიანობას ვერ აუკრძალავთ და აქვე მინდა თქვენი ეთერი დავაფიქსირო, რომ როდესაც საუბრობთ ყაზახ და ყირგიზ დილერებზე, ეს ქსენოფობიური განცხადება ჩვენი ასოციაციის მხრიდან არ ჩაგვითვალოთ, ძალიან აქ თქოთ, იმიტომ რომ აქ რეალურად ფაქტი რაც არის, იმაზე ვსაუბრობთ. აქ არის, მოდი ასე ჩამოვყალიბდეთ, რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები, ხო? ასე ვთქვათ, ნაციონალურ საკითხს და ეროვნებას ნუ შევეხებით, იმიტომ რომ არავის არ გვინდა რომ ისო. კი ბატონო, ჩვენ ამის მოვხევათ. კი, არა, იმიტომ მავხსენი ჩვენი მაყურებლების წინაშე, რომ ქსენოფობიური განცხადებებში არ ჩაგვითვალოთ. რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა შემოსავლების სამსახურთან საკმაოდ აქტიური, ბოლოს ახალ ხელმძღვანელობასთანაც ბატონ დაჩი ბერაიასთანაც გვქონდა ურთიერთობა, შევხვდით და მადლობა მათ ამ ყურადღებისთვის, მაგრამ უნდა დაველოდოთ შედეგებს. ითქვა და არის ესეთი მოცემულობა, რომ თუ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვართ, მაშინ რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები თანაბარ პირობებში უნდა აღმოჩნდეთ. იცით რა, არათანაბარ პირობებში არიან ეხლა, როდესაც ზოგიერთი არ ეხდის გადასახადს, ეს ვერ ვიტყვით რომ მაშინ კი ბატონო, თქო საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ, უნდა ვიყოთ ორი აზრი არ არსებობს, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ. არ იფიქროთ რომ ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. პირიქით ჩვენ თუ ცდილობთ რამე, ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი ასოციაცია რომ პირიქით კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი დილერი, რომ მან სათანადო კონკურენცია გაუწიოს და არა რაღაც უხეში ჩარევით მოხდეს. და მაშინ როდესაც ვხედავთ ერთი წინადადებით უკაცრავად, მაშინ როდესაც ვხედავთ რომ ის გადასახადს არ იხდის და თავისუფალია და აქეთ უფრო ქართველი დილერი საქართველოს მოქალაქე იხდის, მაშინ რომელ საბაზრო ეკონომიკაზე ვსაუბრობ? ნახოთ შემოსავლების სამსახურის პასუხი როგორ იქნება ამ თემაზე, მაგრამ ეს პრობლემა რეალურად ისინი აქტიურად ბოდიში ისინი აქტიურად მუშაობენ ამ თემაზე და ნახოთ რა შედეგები იქნება. როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე, ეს პრობლემა ეხებათ კომპანიებს, კომპანიებს, რომლებსაც ამ ბაზარზე საქმიანობენ, თუ ეს არის უბრალოდ ფიზიკური პირების, ის 60,000 ჭარბი ავტომობილი ვის მიერ არის შემოყვანილი, ამით იმის გარკვევა მინდა, რომ რეალურად ეს არის ფიზიკური პირების, ამ სექტორში დასაქმებული ფიზიკური პირების ნაწილში პრობლემა, თუ მთლიანობაში ავტოს იმპორტიორებს აქვთ ამ მიმართულებით პრობლემა, მსხვილ კომპანიებსაც, რომლებიც ამ ბაზარზე საქმიანობენ და ოპერირებენ. ბატონო, მადლობა, კაი კითხვა ესეც, ამ ეტაპზე კომპანიებს არ აქვს პრობლემა და არ უსურვებ რომ ხვალე გაუჩნდეთ პრობლემა, მაგრამ არის რისკი იმისი, რომ როგორც არარეზიდენტმა პირებმა ეს სეგმენტი აითვისეს, დილერის საქმიანობა, ასევე აითვისეს ტექნიკური მომსახურების სფერო, უკვე სადაც გავიხედავთ თავიანთი, ასე ვთქვათ, ჭყალებში პროფილაქტიკები აქვს, აითვისეს ასევე ბაზრის სეგმენტი აითვისეს, ის რასაც ბაზრობა ქვია, საკუთარი ბაზრობები აქვს, საკუთარი სივრცე აქვს, სავაჭრო ოფისები აქვს თავიანთი, ასევე თავისუფლად შეიძლება რომ შემოვიდნენ იმ ნაწილში, რასაც ლოგისტიკური კომპანიები ქვია. ამიტომ თუ ჩვენ გაძლევთ ამის თქმის საფუძველს. ტენდენცია დავინახეთ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქ ძალიან თქვენ თქვით გამოსავალი რაში მდგომარეობს, აი როგორ უფრო კრიტიკული რო ვიყოთ დარგის მიმართ და არა მარტო ვიღაცას ან რაღაცას დავაბრალოთ, ხო? ზებუნებრივ ძალებს ვარ დავაბრალოთ და კონკრეტულად კიდე უფრო კონკრეტული პასუხი რომ მოგცეთ, აქ იყო პრობლემები და გამოწვევები ხარისხთან დაკავშირებით, ხო? ამაზე დარგს უნდა ეფიქრა, მათ შორის ბიზნესაც უნდა ეფიქრა. და ჩვენ ბოლო 5 წელიწადი ასოციაცია ამ თემაზე ვმუშაობთ და ვსაუბრობთ ამ თემასთან, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ, რომ არა მარტო შიდა მომხმარებლის ნდობა გაიზარდოს, არამედ გაიზარდოს რეექსპორტზე გასული ავტომობილების. ანუ რეალურად ფაქტია, რომ კონკურენციას ვერ გაუძლო. არა, არ ფიქრობთ, რომ აი ბოდიშით რო გაწყვეტილებთ, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ამ ფასის მიმართ, ან ხარისხის მიმართ დღეს ადრე რაც გადიოდა დღეს გასული ავტომობილი რეექსპორტით უკეთესი ხარისხისა. ანუ იმ არარეზიდენტმა პირებმა არ ფიქრობთ, რომ უკეთესი ხარისხი. არა, რეალობა ეს არის. მოდი ასე შევხედოთ.
მივხვდეთ, რეალობა ეს არის. მხოლოდ ის ფაქტორი მუშაობს, რომ ისინი უფრო შეთანხმებულად მოქმედებენ. ჩვენთან ძალიან ბევრი დილერია, პროფესიონალი, არაპროფესიონალი, საჯარო სექტორში დასაქმებული, არასაჯარო სექტორში და მომიჯნავე დარგებში. და აქ შეთანხმება ძნელია, მაშინ როცა ისინი შეთანხმებას აღწევენ გარკვეულწილად ფასებთან დაკავშირებით და მეცაც გეტყვით, დემპინგური ფასები შემოაქვთ ბაზარზე, რაც არაკანონიერია, მაგრამ ელემენტარულად ჩვენი კანონმდებლობა მე მგონი არ ითვალისწინებს ამაზე რეაგირებას. ისაც მიმართვა შეგიძლიათ. ხო და აი სააგენტოსთან მიმართვა, კონკურენციის აgenტოსთან მიმართვა, არ ვიცი, იურისტებთან კონსულტაციას გავიგე, მე ვფიქრობ, რომ არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ აქ მოქმედი პირები, ვინც არიან რეზიდენტი პირები, მაგ შემთხვევაში არის. და ჩვენ, როდესაც ბაზრობას იგივე რუსთავის ბაზრობას ჰქონდა დილერებთან პრობლემა, ჩვენ ასე ვთქვათ, დილერებს შუადგომლობა გაუწიეთ კონკურენციის აgenტოში და მომსახურების სერვისში შევთავაზეთ, რომ მათ ასე ვთქვათ და ჯარიმაც გამოიწერა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ აი არარეზიდენტ პირებთან ეს კანონი რამდენად მოქმედებს, ცოტა ის არის. აქ მე მგონი თეთრი ლაქაა კანონში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე იმედი მაქვს, რომ რაღაც მეტნაკლებად შევეხეთ ყველა იმ წვავე დეტალს და რეალურ გამოწვევას, რომლის წინაშეც გავახართ და თუ რაიმე ტიპის სიახლე იქნება ამ მიმართებით, მათ შორის იგივე შემოსავლების სამსახური იქნება თუ მთლიანობაში ბაზრის ტენდენციებთან ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორი კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ.